ცვლილებები. ემა მე ვერ გეტყვით რომ დაისაჯა ლილუაშვილი, ნამდვილად ასე არ უყურებ, მიმაჩნია რომ ის რომ რეგიონალური რაღაც სპეციალური სამინისტრო შეიქმნა რეგიონების და მის მინისტრად უნდა დაინიშნოს ლილუაშვილი, იმას ნიშნავს რომ ჩაიბარებს ახლა ოფიციალურად პირდაპირ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და იმუშავებს ამ არჩევნებზე. სუსის ის როცა იყო, შეფი როცა იყო, მაშინ მუშაობდა მაგ მიმართულებით, ახლა გააგრძელებს ასე მუშაობას. საერთოდაც გეტყვით რომ ეს კარუსელები, სამთავრობო კარუსელები საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. თქვენ ამბობთ პირდაპირ რომ გრიგოლ ლილუაშვილი დანიშნეს ახლა არჩევნების მინისტრად, ძალიან ბევრსაც ნიშნავს, ანუ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი ყურადღებით უნდა მიუდგეს მომავალი არჩევნების საკითხს. მე გეტყვით რომ მაინც მუშაობდა არჩევნებზე. სუსი მუშაობდა არჩევნებზე როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეხლა რაღაც სხვა ფორმატში იმუშავებს, ეს არ ნიშნავს რაიმე ტიპის თვისობრივ ცვლილებას, არ მიმაჩნია რომ ეს ცვლილება. თვისობრივი ცვლილება იქნება, თუ კი ბიძინა ივანიშვილი წავა, ასე ვთქვათ რა, აღარ იქნება მმართველი. ამ სიტუაციის, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, ერთადერთი ეგ არის. იმიტომ რომ ერთადერთი ეგ კაცია. არა, გადააბარებს არა, კაცო. არჩევნებზეა ლაპარაკი, ამდენი თვეა არჩევნებს ითხოვს საპროტესტო ელექტორატი მთლიანად და საპროტესტო სეგმენტი და გადააბარებს არა. მე უბრალოდ ვამბობ, ცვლილება თვისობრივი იქნება, თუ ივანიშვილი არ იქნება ხელისუფლებაში, თორე ეხლა ლილუაშვილი, სუსის უფროსი იქნება, რეგიონალური მინისტრი იქნება, ოხანაშვილი რომელ სამინისტროში ან რომელ რაღაცა უწყებაში იქნება ხელმძღვანელი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამის თქვა მინდა უბრალოდ. ხო, თუმცა არის ერთ-ერთი ვერსია, რომ აი ამ ცვლილებებით ქართული ოცნება ცდილობს დასავლეთთან ჩაიწეროს ქულები, სხვათა შორის სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ჩვენ განცხადება, უბრალოდ ეს იყო შეკითხვაზე პასუხი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერისა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომების შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ანუ, აი თქვენთვის რამდენად გასაგებია რეალურად ის პოზიცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ყველა ელოდება საქართველოში, ხომ, როგორც ოპოზიცია, ისე ქართული ოცნებაც ალბათ, არის თუ არა ეს ცხადი, გასაგები, ნათელი ჩამოყალიბებული პოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. გინდა გითხრათ რა სიტყვიან, ხვალხანზე გამოვლენ მათი მოლაპარაკე თავები და იტყვიან რომ Deep State-მა გაიმარჯვა. ტრამპი დაამარცხა Deep State. ეხლა რამდენიმე კვირის წინ იყო დე-ფაქტო საგარეო მინისტრსა და ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის შორის შეხვედრა. შემდეგ კობახიძესა და ელჩის შორის შეხვედრაც შედგა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ამერიკელებმა, ჩვენმა კოლეგებმა საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ მათ გაეგრძელებინათ დემოკრატიული წინსვლა. დემოკრატიული წინსვლის ნაცვლად რა მივიღეთ ჩვენ? მივიღეთ ეს საგამოძიებო კომისია და მივიღეთ პარტიების აკრძალვის მუქარა პირდაპირ და ეს რა თქმა უნდა არ არის ის მიმართულება, რა მიმართულებასაც ამერიკის შეერთებული შტატები ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არის უკვე ისეთი ტიპის მიმართულება, რომელი მიმართულებაც არ შეიცვლება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ ჩვენ, რომ 20 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაცია შევა ძალაში, ამის მერე ჩვენ ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნება. ეს ტექსტები გვახსოვს ყველას, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ემას შეხვდნენ სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს, შეხვდნენ თურქებს, ყველა შეხვდნენ საქართველოს გარდა, ყველა შეხვდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერ დაალაგა ვერაფერი ხელისუფლებამ და ეს განცხადება, რომელიც დღეს ვნახეთ ჩვენ, ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ის მეგობრობის აქტი, ორპარტიული აქტი არ არის შემთხვევითი და ეპიზოდური მოვლენა. ეხლა დღეს არის საგარეო დეპარტამენტის განცხადება, ასეთივე ჰელსინკის კომისიის განცხადებაც, რაღაცა და ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ერთად უნისონში მოდის. ბრიტანეთის სანქციაც დღევანდელ დღეს მე ვფიქრობ შემთხვევითი არ არის, როგორც კი ოპოზიციური სპექტრის განადგურებაზე, როგორც კი მედია
შეზღუდვაზე, როგორც კი არასამთავრობო სექტორის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვაზე ხელისუფლებამ არა მარტო ლაპარაკი, არამედ კონკრეტულად ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დასავლეთის რეაქცია. რომ ეს არის იმგვარი განცხადება, რომელიც მოასწავებს უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან? ეს კონკრეტული ნაბიჯი არ არის, ეს განცხადება, რომელიც არის მიმართულება, რომელიც არის მიმართულება, რა თქმა უნდა, თან იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაც იდო, რომელიც ესე იგი აცხადებს, რომ დემოკრატიისკენ წინსვლა არ არის ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების დაპატიმრება, ეს არ არის არანაირი დემოკრატია და მე გეტყვით, რომ ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ უნდა ვნახოთ ქმედებები რა მიმართულებით ველოდებით ქმედებებს, რომელსაც გადადგამენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ხო, ბრიტანეთის სანქციები ახსენეთ და ამაზეც მინდა აუცილებლად გითხოთ, ჩვენ მოვისმინეთ ლევან მურუსიძის განცხადება, მან თქვა, რომ უბრალოდ კომენტარი, მან თქვა, რომ მას გაუქმეს სახელფასო ბარათი, სხვა მხრივ მას არანაირი დისკომფორტი არ შეექმნება, ვერ იმოგზაურებს და საკუთარი სოფელსაც არ გაცდება, წავა და იქ დაისვენებს, რაც შეეხება ამ ნაბიჯს, ის თulis, რომ ბრიტანეთის მთავრობას რაღაცნაირად სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდა. ანუ არის ეს სანქციები, რომელიც დაუწესდათ ჩინჩალაძეს და მურუსიძეს, რეალურად ბერკეტი, რომელიც მათ აიძულებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ყველა ინსტანციაში, რომელიც დღეს საქართველოში მიიღება, კლანური პრინციპით აღარ იმართებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ბერკეტია. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ბერკეტია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ეს არ შეიმჩნიონ. ლაპარაკობენ ხშირ შემთხვევაში ლაზღანდარობაც კი მომისმენია, რომ ახლა დიდი ამბავი, ბაბუა ჩემი არ დადიოდა იმაში, რა ქვია, ევროპაში და არც მე არ წავალ და რაღაც ასეთი ტიპის განცხადებები, მაგრამ მე სანქციები, ეს არ არის ერთ დღიანი ან ერთწლიანი ან თუ გნებავთ 10 წლიანი მოვლენა. ახლა მაგნიცკის სიაში რო არის შეყვანილი შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს, ეს ძალიან მძიმე ბრალდება არის. ესეც ძალიან მძიმე არის ბრიტანეთის მხრიდან დასანქცირება და ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინოვნიკების დასანქცირების პროცესი სხვათაშორის წლის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეჩერდა, ამას თავისი ობიექტური ახსნა აქვს. როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ წამოიწყო თავისი ეს ინიციატივა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების შესახებ, რა თქმა უნდა, ამან მიიპყრო ძალიან დიდი ყურადღება და ევროპის მოწინავე სახელმწიფოებისთვისაც საქართველოს და მისი ჩინოვნიკების სანქციების თემა, მე ვფიქრობ, გადაინაცვლა რაღაცა ცოტა უკანა პლანზე და ამის თემა იყო, მაგრამ ეხა ნელ-ნელა ყველა ხედავს, რომ რუსეთი არავითარი ომის შეწყვეტას არ აპირებს, ყველა ხედავს, რომ ესე იგი ეს შეიარაღებული კონფლიქტი კიდე გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ ამ რეალობაში უკვე მოუწევს ცხოვრება ევროპასაც, ამერიკასაც, საქართველოსაც, ყველას მოგვიწევს და ამ რეალობის დანახვის შემდეგ არის ეს ნაბიჯები და მე ვფიქრობ ისიც, რომ რეაქცია არის ბრიტანეთის და ამერიკის ხელისუფლებების მხრიდან იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა აი საკანონმდებლო გაუარესების მიმართულებით. რეაქცია იმისთვის, რომ მაგალითად მოსამართლეებმა, რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებებს, ხომ, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სხვაგვარი გადაწყვეტილებები მიიღონ. არ არის საკმარისი ემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება ბერკეტები, ანუ ის განცხადებაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ხელისუფლებაზე, ასე ვთქვათ, ზეწოლა გაგრძელდება, იქიდან გამომდინარე, თუ გინდა დემოკრატია, თუ გინდა ევროკავშირი და ევროკავშირი რომ გვინდა ეს კონსტიტუციაში წერია და სხვათა შორის ამ ხელისუფლებამ ჩაწერა თავად ევროკავშირში ინტეგრაციის თემა და თუ გინდა აქეთ მიმართულებით წასვლა, მაშინ რაღაცა ტიპის სტანდარტები და თამაშის წესები უნდა დაიცვა. ესაა თემა და აქ სხვა არაფერი და რამდენს იძახიან, რომ აი რაღაცა ესეთი როყიო განცხადებები, ტექსტებით, ასე შემდეგ, რომ ჩვენ სუვერენიტეტს ვიცავთ ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა სწორედ დასავლურ სამყაროსთან და ამერიკელებთან ნორმალური და რაღაცა ინტეგრაციებით შეიძლება და სხვანაირად ვერ დავიცოთ, სხვანაირად დავრჩებით რუსეთის პირისპირ ერთი-ერთზე და აგერ ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი და სხვათა შორის სერიოზული შეიარაღება რო ქონდა ესეთ სახელმწიფო უკრაინა არის განსაცდელის წინაშე, იმას დაესხა თავს და დანარჩენებს რას უზავს. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო უკრაინა, არამედ ევროპის ბევრი სახელმწიფო ძალიან ისე შეშფოთებით ადევნებს თვალყურს, რა ხდება ევროპაში, რა ხდება ამ საომარ
იმაზე, რა ქვია, თეატრში და ვინ არის შემდეგი ასეთი ტიპის კითხვა შეიძლება გაჩნდეს თუ რუსები არ გააჩერა ეხლა ამ დასავლურმა ძალისხმევამ და ამერიკულმა აქტიურობამ. კი ბატონო, ახლა რაც შეეხება 31 მარტის აქციას. ნახეთ ხო რა რეაქციები მოყვა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, მისი გამოსვლის შინაარს, აი მარტივად შეგვიძლია იმ ვითარებას, რომელიც აქციის შემდეგ მივიღოთ, ეწოდოს რომ ყველაზე არის ნაწყენი და გაბრაზებული. მაგალითად ნაციონალურ მოძრაობა ნაწყენია სალომე ზურაბიშვილზე, იმიტომ რომ არ დააფიქსირა მკაფიოდ პოზიცია მათი აზრით ნაციონალურ მოძრაობის როგორც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზე, რაც აპირებს ქართული ოცნება. სალომე ზურაბიშვილი არის ნაციონალურ მოძრაობაზე გაბრაზებული, იმიტომ რომ მისი გამოსვლა მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი ბანერების ფონზე. არის საზოგადოების ნაწილი პაატა ბურჭულაძე, მაგალითად შეგახსენებთ ნადიმ ხვალაძე, რომელმაც საჯაროდ გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რომ არც ოპოზიცია ვარგა და არც სალომე ზურაბიშვილი და თვითონ დაანონსეს დამოუკიდებლად საპროტესტო მოძრაობა 8 აპრილიდან. მოკლედ, უკმაყოფილოთა წრე არის ძალიან დიდი და ფართო. თქვენ როგორ შეაფასებთ? შედგა რეალურად 31 მარტის აქცია? უამრავი ხალხი მივიდა, მთავარი ეს იყო, რომ ადამიანები საპროტესტო მუხტი არსად არ წასულა. ის რომ ადამიანები ეთხოვენ უფრო აქტიურ ქმედებას, ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის და მე ახლა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რა კი მეკითხებით, მე მინდა ჩემი მოსაზრება გითხრათ, ესე იგი სრულად გულწრფელად, როგორც შევთანხმდით ჩვენი საუბრის დასაწყისში. პროტესტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაიწყო და მიმდინარეობს უკვე 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს პროტესტი დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ. ეს არ დაუწყია ოპოზიციურ პარტიებს. ოპოზიციურ პარტიების საპროტესტო მცდელობები, არჩევნების გაყალბების თემასთან დაკავშირებით იყო თავიდან მეტნაკლებად რაღაცა მისაღები და შემდეგ ძალიან სუსტი და ესეთი რაღაცა არაეფექტური აქციები მივიღეთ ბოლოს უკვე ჩვენ და ძირითადი პროტესტი დაიწყო 28 ნოემბერს, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დაივიწყეთ 2030 წლამდე ევროკავშირი. მაშინ დაიწყო ეს, ანუ ის პროტესტი, რომელიც არის ქუჩაში, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. ესენი არიან ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, ძველგაზრდებიც არიან, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდა სალომე ზურაბიშვილისგან მეტი პასუხისმგებლობის აღებას და მეტ ქმედებას და ჩართულობას სწორედ ამ პროცესში, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ისე იკვეთება, რომ სწორედ მას აღიარებდა ეს სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტოდ გამოსული ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერად, რომელსაც ეძლეოდა შესაძლებლობა გამოსულიყო და აქციის მონაწილეებისთვის მიემართა. დიახ, ამიტომ ქალბატონ სალომეს აქვს უნიკალური რესურსი. მას შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც იმ საპროტესტო სეგმენტისთვისაც, რომელიც რუსთაველზე აქციებს ატარებს რამდენიმე თვეა, იმასთანაც მიმღებლობა აქვს და ოპოზიციური პარტიებიც ანგარიშს უწევენ. ანუ მას შეუძლია ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს ამ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო ამ სეგმენტ შორის, საპროტესტო სეგმენტ შორის და ეს რესურსი მე ვფიქრობ, რომ არის შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის, მაშინ როდესაც გვესმოდა შეძახილები მისი მისამართით, რომ კაფიოდ დაიფიქსირებინა პოზიცია, ვინ დაიწყო 2008 წელს, მათ შორის ნახეთ მოწოდებები ხო, საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იგივე ნაციონალურ მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ. სხვა შორის ეს მოწოდებები ოპოზიციური პარტიების მისამართითაც მოვისმინეთ, ხო? ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გამოდით და საჯაროდ თქვით და რაღაცა, იმალებით რაღაც ბანერების უკანვე. თქვენ შეგიძლიათ ეს პოზიცია დააფიქსიროთ? როგორ შეიძლება რაღაც ოპოზიციურ პარტიის აკრძალვაზე უფრო დიდი საშინელება რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ და რასაც ესენი აკეთებენ, მე გეუბნებით საბჭოთა კავშირში უბრუნდებით კაცო, პირდაპირ საბჭოთა კავშირში. მე მახსოვს რომ კონსტიტუციაში, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა, რომ ერთადერთი პარტია
საბჭოთა კავშირში არსებული იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, სხვა პარტიის არსებობა იყო აკრძალული. თუ ვინმე ჩამოაყალიბებდა 10 კაცი რო შეკრებულიყო რაღაც პარტია ჩამოეყალიბებინათ, ამისთვის იყო ანტისაბჭოთა საქმიანობის მუხლი და საგიჟეთში სვამდნენ ასეთ ადამიანებს და ან გულაგში უკრავდნენ თავს და 4 მილიონამდე ადამიანი იყო გადასახლებული ანტისაბჭოთა მუხლის მიხედვით და ჩვენ იქ უბრუნდებით უკვე. ხელისუფლებამ რა გამოაცხადა? ეხლა რამე ახალი კი არ უთქვიათ კაცო. ივანიშვილმა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მე მგონი თქვენ ეთერში ვიყავი მაშინ ერთი კვირით ადრე მე იმედზე ქონდა მას გამოსვლა და ჩართვა და თქვა რომ ეს ოპოზიცია არ ვარ გაო. არ მომწონსო, მე ისეთ ოპოზიციას გავაკეთებოდი, ისეთ ოპოზიციას შემოგთავაზებთ, რომ მოგეწონებათ ყველასო და ეგერ ხალხის ძალა გამოაცხადა ოპოზიცია და ესე იგი არ ვიცი, აბა აქეთ მიდის ამ მიმართულებით საქმე. იგივე სამობს ტელევიზიებზე. ტელევიზიაც მას, რომელიც მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს, იგივე ტელევიზია უნდა კრიტიკული, რაც არის ამ იმაში, რა ქვია, ქვეყანაში, ყველაფრის მოსპობა უნდა და რამე ახალს ვერ ხედავ. თქვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური ძალის აკრძალვა. რა თქმა უნდა, მიუღებელია, სასამართლოს მიერ. როგორ შეიძლება, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და არ არის მარტო ნაციონალურ მოძრაობასთან საქმე, პირდაპირ გამოაცხადა, გამოვიდა მდინარაძე და თქვა, რომ ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს საიმისოდ, რომ ეს 4-ვე პარტიაო, რომელმაც გადალახა ბარიერი არჩევნებზე, ეს 4-ვე პარტია აუკრძალოთ და ნუ ფაქტიურად აცხადებენ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, ამას აკეთებენ და ის რომ ეხლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით უკვე რეაგირება, ეს მე ვფიქრობ რეაგირებაა სწორედ ამაზე. ეგერ ბრიტანეთის სანქციებიც ამაზე რეაგირებაა და ვფიქრობ რომ ძალიან მწარედ და მძაფრი რეაგირება წამოვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ მიმართულებით. არ ვიცი, ეს თვითონ გადაწყვეტს ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენად საკმარისია ასეთი ტიპის განცხადება იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც მათ ჰქონდათ. თქვენ ხომ გითხეთ პოზიცია, როგორი გაქვთ და სრულად გულწრფელად დაგიფიქსირეთ. კი ბატონო, რაც შეეხება ხა მეორე საკითხს, როდესაც ამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ აქვს რესურსი და მის მიმართ არსებობს ნდობა, რომ გარკვეული ხიდის როლი შეასრულოს. კი, არსებობს და უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად. მაგრამ მე კითხეთ, თქვენ გესმოდათ შეძახილები მისი მისამართით? ითქვა რომ ეს ერთგვარი პროვოკაცია იყო და ასეთი პროვოკაციისთვის ემზადებოდნენ გარკვეული, არ ვიცი, პოლიტიკური ჯგუფები თუ პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერები. მე სწორედ იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რესურსი ოპოზიციური სეგმენტისთვის. თუ ამ რესურსაც გავანადგურებთ, კიდევ უფრო ნაკლები შანსი გვექნება, რომ სერიოზული და აქტიური საპროტესტო წინააღმდეგობა გაუწიოთ ხელისუფლებას და ხედავთ თქვენ, რომ ეხლა არ არის დაუშვათ რაღაცა პიკი, ხო, პირიქით მინავლებულია საპროტესტო აქციები, მაგრამ იმაზეა სალაპარაკო როგორ, რაგვარად, რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ ამ აქტიურობამ ისე მოიმატოს და დაუშვათ ხელისუფლება ჩადგეს უხერხულ მდგომარეობაში, რომელიც მას აიძულებს ახალი არჩევნების დანიშნვას, ესა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ანუ ეს მუხტი სწორედ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შესძინონ, აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმა, აბა მაშინ ხო აქციაზე როგორ გამოდიოდნენ ადამიანები და სამოქალაქო საზოგადოება ორგანიზებდა, ისევ ისე აორგანიზებთ. თქვენ ამბობთ, რომ მინავლებულია ახლა საპროტესტო მუხტი. შესაბამისად, რაღაცა ხელი უნდა ასე ვთქვათ, გაწყვეტილი არის, უფრო მკაფიოდ გაწყვეტილი იყო და არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსა და იმ სამოქალაქო სეგმენტ შორის ურთიერთობა. ამიტომ შეხედეთ რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იმ სამოქალაქო პროტესტმა ძალიან დიდი შედეგები აჩვენა და ის რომ არ არის ლეგიტიმური დღევანდელი ხელისუფლება და არ აღიარებენ იმ პოლიტპატიმრების დიდი დამსახურება და იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას ამდენი ხანია, ამის მიუხედავად ერთ რამეს შევხედოთ, თვითონ ხელისუფლების ციფრებითაც კი ამ 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ და კიდევ სხვებმა, არა მარტო 4-მა პარტიამ, აიღო 850,000 ხმა, ანუ მათ მხარდაჭერა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აქვს. შეიძლება ის ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მიდის და ყუთში აგდებს ბიულეტინს, არ არის ისეთი ტიპის აქტივობაში, რომ შევიდეს ახლა მანდამაინც ესე იგი დაპირისპირებაში და ესე იგი რუსთაველის გამზირზე იმ თემატყებაში აღმოჩნდეს და არა ამისთვის ყველა მზად, მაგრამ ის რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერა ჰქონდათ, ახლა ამას თვალები არ უნდა დახუჭო, ამას უნდა დაინახო. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებელი არის რაღაცა ტიპის ამ ქუჩასა და ამ პარტიებს შორის რაღაცა ტიპის ურთიერთობა უფრო მეტად გაუმჯობესდეს და ამის რესურსი აქვს სალომეს. მე მაინც კი ბატონო, მესმის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვიდრე ქუჩასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არის ურთიერთობა გაუმჯობესდება, ჯერ თვითონ
ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს. სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა წინააღმდეგობის პლატფორმა. მეტიც დღეს მეორე შეხვედრა გამართა. გამოვიდა და თქვა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ არავინ არ ითანამშრომლებს დროებით საგამოძიებო კომისიასთან. თუმცა ეს მანამდე ყველა ცალ-ცალკე უკვე ქონდა დაფიქსირებული, რომ არ ითანამშრომლებდნენ. ამის გარდა არის რიგი საკითხებისა შეუთანხმებელი, რის გამოც ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ჩქარობს აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმაში გაერთიანებას და მათი განცხადებით ამ პრობლემას ქმნით მათ შორის თქვენ, ანუ თქვენი პარტია, თქვენი ასე ვთქვათ, ორაზროვანი პოზიციით ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. აი, წაიკითხეთ ალბათ ეს განცხადებები, რომელიც ჰქონდა ცალკე დროას, ცალკე ახალს, ცალკე ნაციონალურ მოძრაობას. ისინი ამბობენ, რომ ხელმოწერა უნდა მოხდეს ამ საკითხზე მკაფიო ჩანაწერით, სადაც ასე ვთქვათ, თქვენ დააფიქსირებთ, რომ მანამ სანამ პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები და ახალი არჩევნები არ დაინიშნება, თქვენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ. რატომ არ აწერთ ასეთ დათქმას ხელს? ჯერ ერთი ემა მრავალპლანიანი საკითხია. პირველ რიგში ეგ თემა არის ხელისუფლებისთვის საინტერესო თემა, იმიტომ რომ ხედავთ თქვენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლების ტექსტები სულაც არ არის ისეთი, როგორც რადიკალური რაღაცა ტექსტები არის ოპოზიციის ერთ ნაწილში. მაგალითად, მათ შეცვალეს კანონმდებლობა და მაჟორიტარის წილი გაზარდეს პროპორციულთან შედარებით. მაგალითად, გამოაცხადა რამდენიმე დღის წინ იგივე მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები არათუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ვერ მიიღებენ არჩევნებში, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, უნდა გავაუქმოთ ეს პარტიები საერთოდ. ანუ ხელისუფლება ამ არჩევნებს, ახლა იმ ლილუაშვილის თემასაც უკავშირებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ბერკეტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ამ თემაზე დღეს ლაპარაკი ახლა თავისი პლუსიც აქვს, თავისი მინუსიც აქვს. ყველაფერზე წინასწარ, მოდი აი ჩამოვწეროთ, ეხლავე შევთანხმდეთ რაღაცა, მიმაჩნია რომ დღეს არის ადრე ამ თემაზე ლაპარაკი, როდესაც იქნება თვითონ პარტიაში ჩვენთანაც არაა გადაწყვეტილება მიღებული საბოლოო, იმიტომ რომ ზოგი პლუსიც აქვს და მინუსიც აქვს. ამიტომ დაკავშირებით არ არის მიღებული. არ არის, აი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ის რომ ჩვენ აი კატეგორიულად არ მივიღებთ, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ამას აქვს თავისი პლუსები, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აი თბილისში მაგალითად შესაძლებელი არის რაღაცა გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ოპოზიციამ გაერთიანების შემთხვევაში. ლიდერი რას ფიქრობს? ესეთი თემა. პარტიის ლიდერი და ჩვენთან არაა, რომ ერთი კაცი რასაც ფიქრობს, იმას ფიქრობს ახლა სულ ყველა. არა, მაგრამ მაინც საინტერესოა და გახარიას პოზიცია. ჯელობ თემა ამ თემებზე, როგორც კი ამ თემებზე ჩამოვყალიბდებით, მაშინ ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვქონდა პარლამენტთან დაკავშირებითაც, მანდატების საკითხთან დაკავშირებითაც, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არ შევსულვართ პარლამენტში, არ მიგვიღია არანაირი ტიპის არც მონაწილეობა, არავითარი ესე იგი რაღაცა დაფინანსებას და იმას საერთოდ ხელფასებზე და იმას ლაპარაკი არ არის, მაგრამ თქვენ იცით, რომ სხვა დანარჩენმა პარტიებმა ჩახსნეს სიები, გააუქმეს ყველა სხვა მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის ასეთი სხვადასხვაობა პარტიაში. აი მანდატებთან დაკავშირებით. არა, მანდატებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რაც არის, ეს არის, ჩვენ არ ვაპირებთ ამ საპარლამენტო მუშაობის მიღებას, მაგრამ დაფინანსებას ვიღებთ, პარტიულ დაფინანსებას ვიღებთ, თან არ გვინდა რომ ხელისუფლებას მივცეთ იმისი რაღაცა ტიპის ფუფუნების საშუალება, რომ მას როცა მოუნდება, მაშინ ესე იგი კომიტეტ იმაზე სხდომაზე აგიწიოს ხელი და შეგიწყვიტოს უფლება-მოსილება და ასე შემდეგ. კეთილი ნებონ, ეხლა მაისის თვეში გვიწევს ჩვენ ესე იგი რეგლამენტის მიხედვით უნდა გამოგვიშვან პარლამენტიდან, იმიტომ რომ მონაწილეობა არ მიგვიღია რამდენიმე თვეა, გამოგვიშვებენ პარლამენტიდან და მათ მოედანზეა ბურთი და თვითონ გააკეთონ. ჩვენ მაგის უფლება არა, გამოგვიშვებენ 12 კაცს, ვისაც მანდატი გაქვთ, მაგრამ სია არ ჩაგიხსნიათ და შესაბამისად შევა პარლამენტში შემდეგი 12 დაფინანსებას ისევ მიიღებთ. ჩვენთვის რა იცვლება ამ მოცემულობაში? არც არაფერი. ჩვენთვის ის იცვლება ამ მოცემულობაში, რომ მიგვაჩნია, რომ ეს ფორმა, რომელი ფორმაც ახლა ჩვენ გვაქვს არჩეული პარლამენტთან დამოკიდებულებაში, არის უფრო სწორი, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციებმა, რაც აირჩიეს მიმართულება. ასე მიგვაჩნია და იმიტომ გავაკეთეთ ასე, რომ მიგვაჩნია სწორედ. ხო, მოდი კიდევ ერთ საკითხს დავაზუსტებ. ანუ იყო, როდესაც წინააღმდეგობის პლატფორმა ყალიბდებოდა, მანამ სანამ საჯაროდ გახდებოდა ჩვენთვის ცნობილი 31-ში ამის შესახებ.
ანუ იყო გარკვეული წინააღმდეგობა პარტიებს შორის, სწორედ აი ამ დათქმასთან დაკავშირებით, ადგილობრივი არჩევნების მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით გულისხმობდა გახარიას პოზიციამ გადაწონა ამ შემთხვევაში და სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამას წერდა ნიკა გვარამია, ხო, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაითვალისწინა სწორედ გახარიას პოზიცია და ეს დათქმა წერილობით არ ჩაიწერა აი ამ რაღაც შეთანხმებაში. მე არ ვიცი, ჩვენ მონაწილეობთ ამ საქმიანობაში, რომელიც ქალბატონი სალომეს ირგვლივ პარტიებთან მუშაობაში გამოიხატება. ის რომ ახლა ჩვენს გამო რაღაცა ჩაიწერა, არ ჩაიწერა, ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობთ, თქვით, რომ ადრეა ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი და როდესაც ეს თემა იქნება მომწიფებული და იქნება სერიოზულად განსახილველი, განვიხილოთ მაშინ და არ იქ ახლა წინასწარ 8 თვით ადრე და 6 თვით ადრე მიიღო განცხადებები და გადაწყვეტილებები. ასე არ ხდება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამაზე შეთანხმება შემდგარიყო წერილობითი თუ მაგალითად ლელოს ქონდა ორჭოფული პოზიცია. მხოლოდ თქვენ იყავით ასეთი, ვინც წინააღმდეგი წახვედით ასეთი ჩანაწერის თუ დათქმის. ჩვენ რა პოზიციაც ქონდა, აგერ ვამბობ, ეხლა ადრეა ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი, დავაფიქსიროთ პოზიცია მაშინ, როდესაც ეს თემა იქნება მომწიფებული. ასე გავაკეთოთ და ეს არ არის არასწორი და არაპრაგმატული მიდგომა, ეს არის პრაგმატული და სწორი მიდგომა. ხო, მაგრამ ასეთმა შეუთანხმებლობამ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორც მთელი რიგი პარტიის ლიდერები ამბობენ, შესაძლებელია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევანის წინაშე დააყენოს სალომე ზურაბიშვილი. ან აირჩიოს ისინი, ვისაც ასეთი მოთხოვნა აქვს ადგილობრივი არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ, ასე ვთქვათ, კატეგორიული პოზიციის დაფიქსირებაზე, ან აირჩიოს მეორე ბანაკი ოპოზიციური პარტიებისა. არსებობს 4 პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ამას გარდა არიან კიდე პარტიები, რომლებმაც საკმაო ხმები აიღეს, ვერ გადალახეს, ახლა 5%-იანი ბარიერი, ხმები აიღეს. ამას გარდა არის სამოქალაქო საზოგადოება. ამას გარდა არიან ცალკეული ინდივიდები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ქალბატონ სალომეს ირგვლივ შექმნილ რაღაცა ერთგვარ დარბაზში თუ სათათბიროში თუ ასე შემდეგ. თუ ვინმეს წარმოუდგენია ახლა რომ ეს ერთ პარტიად უნდა გადაკეთდეს, ახლა დაждდებიან და ყველაფერზე ეს ჩამოწერენ, რომ აი ეს ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, ისე უნდა. არ მოხდება ეს ამბავი, არ იქნება არავითარ შემთხვევაში. კიდე ერთხელ ვამბობ, თუ ვინმეს უნდა უფრო მჭიდრო გაერთიანება, ვიდრე ეს კოორდინაცია არის ახლა, გაერთიანდეს ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ მათ, არაფერს არ დავაზიანებთ, გვექნება მხოლოდ საერთო თემები, ეს არის პოლიტიკური პატიმრები, ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ადგილობრივი კი არა საპარლამენტო არჩევნების ვადამდელის დანიშვნა, ამ თემებზე გვექნება მუდმივად აქტიური კოორდინაცია. დაანჩენი ახლა რომ აბა ყველაფერზე ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და შევთანხმდეთ, რამე ეს ამბავი ვერ მოხდება, ყველაფერსო თავი დავანებოთ. არჩევნების წინ, როდესაც დიდი განცდა იყო, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა ჯამურად, მაშინ ვამბობდით, რომ ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში კოალიციაში არ შევიდოდით იმ პარტიებთან ერთად, რომელი პარტიებიც იქნებოდნენ გამარჯვებულები. ხო, ვამბობდით ამას ახლა. კიდე ერთხელ ვამბობ, რომ გაერთიანება ვისაც აქვს სურვილი, არაფერი ამაში საწინააღმდეგო არ არის, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაქტიკაც არის და პოზიციაც ესეთი. პოზიცია რა არის? 2008 წელს, როდესაც იყო პროტესტი 2007-ში მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი მთავრობის წინააღმდეგ, 7 თუ 8 ოპოზიციურმა პარტიამ თქვით, დავჯექით გვალ მაგიდასთან ყველანი და ერთ პარტიულ რეჟიმში მუშაობდით. ფაქტიურად ყველასთვის სავალდებულო იყო რაღაც გადაწყვეტილებები. მაშინ ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო და ასე გადავწყვეტ. ეხლა ეს ამბავი ესე ვერ გამოვა. ამიტომ რაც არის რეალობა, იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეს პოლიტიკური პროექტები. პლატფორმის ფარგლებში მზად ხართ თანამშრომლობთ ნაციონალურ მოძრაობასთან, სტრატეგია აღმაშენებელთან, ახალთან, გირჩთან, დროასთან, მაგრამ ამაზე მეტზე თანახმა არ ხართ. კოორდინაციაზე მზად ვართ, გაერთიანებაზე არა ვართ მზად და არც ვიქნებით უახლოეს. წინააღმდეგობის პლატფორმაში თქვენ ხართ, იმიტომ რომ წინააღმდეგობა, ოღონდ მე ერთი თემაა კიდე, რომელიც მე ვხედავ, რომ კიდე სტუმრები ყავს და მინდა ერთ თემაზე კიდე ჩემი მოსაზრება ვთქვა. ყველა ტელევიზიასთან ვთქვი და იგივე ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ძალიან კატეგორიული არიან ადამიანები, რომ აი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა მივიდეთ, არ უნდა ეს არის. კი, მე ჩემ აზრს გეუბნებით, ეხლა უბრალოდ ყველგან დაფიქსირებული მაქვს და ხო მითხარი გულწრფელად ლაპარაკობ და გულწრფელად ლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ თუ ამ პოლიტიკურ შოუს, რომელსაც დგამს ხელისუფლება, პოლიტიკური ლიდერების რაღაცა ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მივიდეს იქ ამხილო, ძალიან სერიოზული
რაღაცა არგუმენტები მიიტანოს, დაალაგოს ყველაფერი და ამით ამ საგამოძიებო კომისიის ხდომებს ადამიანები უყურებენ. ესე არ არის, უყურებენ ამას და თუ იქ მივა ვინმე ვაშკაცურად თქვენ რომ გამოგიძახონ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ნახეთ მანდატი გაფართოვდა, ხომ? დღემდე ისინი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, თემის შესწავლის იმიტომ გაფართოვდა სწორედ რომ ყველა პარტიას დაუძახონ. ჩვენ რომ დაგვიძახონ, კიდევაც მივალთ და კიდევაც ჩვენ პოზიციასაც დავაბე. მე მაგალითად ასეთ პოზიციის ვარ. პარტიაში არ არის მთლად ასეთი პოზიცია და თქვენ მესმის ახლა იტყვით რომ იმ წინააღმდეგობის პლატფორმაში ესე რა დოგმა არაფერი არ არის, ჩემ აზრს გეუბნებით განსხვავებული აზრს ხო გინდოდა? განსხვავებულას ვამბობ. და მიმაჩნია რომ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც გამოსაყენებელია, უნდა გამოიყენო თუ პოლიტიკოსი ხარ. და ერთ მაგალითს გეტყვით და ამით დავამთავრებ ამ თემაზე. კიდევ სტუმრები გველოდებიან. მე ვარ ძველი თაობის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში დიდი ხანია, მე მინახავს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საბჭოთა სასამართლოში როგორ უჩიოდნენ გაზეთ კომუნისტის რედაქციას იქ მოთავსებული არაობიექტური სტატიის გამო. მათ იცოდნენ რომ არ გაიმარჯვებდნენ იმ სასამართლოში და არანაირი ტიპის რაღაცა შედეგი სამართლებრივი ამას არ იქნებოდა, მაგრამ იყენებდნენ ტრიბუნას, იმიტომ რომ პოლიტიკოსები იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ ვინც პოლიტიკოსია, ტრიბუნების გამოყენება უნდა შეეძლოს. იმასაც არ ვიტყვი, რომ ვინც არ მივიდა, იმას არ აქვს. ისიც დასაფასებელია, პატივსაცემია ის ადამიანები, რომლებიც ძალიან რადიკალურად და უარყოფითად აფარსებენ იმას და მე ერთ თემას ვიტყვი კიდე ამასთან დაკავშირებით, მაგ კომისიამ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დააყენა არაღიარების პოლიტიკა. ისეთი ტიპის ნაბიჯებს დგამენ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და მთლიანობა შეიძლება სწორედ ამ კომისიამ დააზიანოს ყველაზე უფრო მეტად. მადლობა, ზვიად ძიძი